სიონის საპატრიარქო ტაძარში ამბიონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იქნება ილია მეორე დაკრძალული და ეს არის ადგილი, სადაც დიდი სიწმინდეები არის ამ ტაძრის, მაგალითად სწორედ აქ არის წმინდა ნინოს ჯვარი და ათონიდან ჩამოტანილი ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც თავად ილია მეორემ ჩამოიტანა ათენიდან და თავად მან შეასრულა და სწორედ ამ ადგილას დაეთმობა ადგილი ილია მეორეს და ეს იქნება უკვე მეცხრე პატრიარქი საქართველოსი, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარში იქნება დაკრძალული. დღეს ჩვენ აქ ჩავწერეთ სასულიერო პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ პირველ რიგში თავად ილია მეორის სურვილი იყო, ჯერ კიდევ სიცოცხლეში მას ჰქონდა დაფიქსირებული ეს სურვილი, რომ თუ კი მას რაიმე დაემართებოდა, მას ჰქონდა სურვილი, რომ სიონის საკათედრო ტაძარში მომხდარიყო ეს ყველაფერი და გარდა ამისა ილია მეორე კათოლიკოს პატრიარქად აღკვეციდან ძალიან ბევრი დროის განმავლობაში სწორედ სიონის საპატრიარქო ტაძარში იყო და სიონის საპატრიარქო ტაძარში განახორციელებდა საკუთარ მოღვაწეობას და სწორედ ამ ორი უნიშნელოვანესი მიზეზიდან გამომდინარე კვირას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს სწორედ სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. მსოფლიოს ძალიან დიდი დანაკარგი და ძალიან დიდი ტკივილი არის უწმინდესი საქართველოს პატრიარქის მისი უწმინდესობის ილია მეორის გარდაცვალება. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მისი უწმინდესობის სიცოცხლეშივე ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ სიონის საკათედრო ტაძარში მომხდარიყო მისი დაკრძალვა. მისმა უწმინდესობამ თავისი მოღვაწეობა, როგორც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, სწორედ სიონის უძველესი საპატრიარქო ტაძრიდან დაიწყო და მას უწოდა მზიანი ღამე. ამასთან დაკავშირებით ქართველი მღვდელმთავრების აქტიური ჩართულობით შეირჩა სასურველი ადგილი, საპატიო ადგილი სიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე საკურთხევლის შესასვლელთან ამბიონზე, სადაც არის დაბრძანებული ქართველი ერის სათაყვანო სიწმინდე წმინდა ნინოს ჯვარი და ასევე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მისი უწმინდესობის დავალებით სწორედ ათონიდან 1988 წელს იქნა ჩამობრძანებული. სიონის საპატრიარქო ტაძარი არის ის ტაძარი, რომელთანაც დაკავშირებულია მისი უწმინდესობის ცხოვრების უდიდესი ნაწილი. დღიდან მისი აღსაყრებისა 1977 წლიდან და არსებობდა ამასთან დაკავშირებით და არსებობს ანდერძი, რომელიც თავის ანდერძად აღიქმება თავის თვალსაჩინო სურვილი პატრიარქისა, რომელიც მან თავის სიცოცხლეში განაცხადა, რომ ის დაკრძალული იყო სიონის საპატრიარქო ტაძარში. და ამის შემდგომ უკვე წმინდა სინოდის წევრთა და სამღვდელოთა და შესაბამისი კომისიის მიერ შეირჩა ადგილი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულია სიონის საპატრიარქო ტაძარში, ვინაიდან ეს ადგილი მყოფობს საკურთხევლის წინამდებარე ალაგს, რომელსაც ამბიონი ეწოდება, ამბიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონიდან ჩამობრძანებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლს შორის, რომელიც ხოთაშორის თავად უწმინდესის დავალებით მოხდა მისი დაწერა ათონის თაზე და შემდგომ ჩამობრძანება სიონში, აღსრულდა პატრიარქის ნება და ის იგრძალება სწორედ იმ ადგილას და იმ ტაძარში, სადაც დაკრძალულია თქვენ იცით, რომ ავტოკეფალიასთან მებრძოლი კათოლიკოს პატრიარქების უდიდესი ნაწილი. დაკრძალვისთვის მზადება სიონის საპატრიარქო ტაძარში ჯერ კიდევ გუშინდლიდან დაიწყეს სპეციალისტებმა. დღეს უკვე ტაძრის ამ ნაწილში კონკრეტული შემოფარგლული არის, ისე რომ ეს ყველაფერი ხილვადი აღარ არის ბუნებრივია, რასამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ამ ნაწილში. დღეს დილით წირვა ჩატარდა ტაძარში, წირვის შემდეგ კი ილია მეორის სახელზე მცირე პანაშვიდიც გადაიხადეს.